მარტინი და ჰოვარდი ოთახში ისხნენ და ერთმანეთს საშიში ისტორიებს უყვებოდნენ. სიბნელეს მხოლოდ პატარა, ძველი ფარანი ენათებდა. მარტინის მშობლები დღეს წვეულებაზე იყვნენ. ბიჭუნამ იცოდა, რომ ისინი გვიანობამდე არ დაბრუნდებოდნენ. როგორც იქნა, ის მარტო დარჩა. მას დრო არ დაუკარგავს და მისი საუკეთესო მეგობარი ჰოვარდი დაპატიჟა. ახლა კი სანამ ჰოვარდი მორიგ ისტორიას ყვებოდა ზომბების შესახებ, მარტინს საერთოდ არ ეშინოდა. და ამ დროს ორი ზომბი ერთმანეთს შეახტა. ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. დაიცა. ზომბები, ეს ხომ გაცოცხლებული მკვდრები არიან. ნუ ხო, მერე? სიკვდილის შემდეგ სხეული ლპობას იწყებს. ის აღარ განიცდის აღარანაირ რეგენერაციას. მაშინ ამიხსენი, რანაირად შეიძლება ყველაფერი სისხლით ყოფილიყო მოსვრილი.